ოჯახის ახლობელი იყო ერთი სასულო პირი, რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. უარი თქვა ეპისკოპოსობაზე, წავიდა ავსტრალიაში და დააარსა უდიდესი მონასტერი და სხვათა შორის ქართული არქიტექტურით დააშენე ეკლესია. და ჩამოვიდა ჩემ მეგობართან ესე სტუმრად. და მივიყვანა ეს პატრიარქთან ეს არქიმანდრიტ. ეს კაცი სულ ტიროდა. ჯერ პატრიარქს შეხვდა სულ ტირის. მე სამბაში რომ მივიყვანე ტირის მე ვთხარ ბატუშკა რა გატირებს სულ კარგად იცოდა რუსი იყო. თქვენ ქართველები ვერ ხსებით. დედამიწიდან მოდის უზარმაზარი მადლი. თქვენ მიჩვეული ხართ და ვერ ხსებით. აი მე ვეუბნებით ისინაში რომ უზარმაზარი მადლი მოდის მიწიდან რა. თელი მადლი თქვენ ვერ ხსებით რა ქვეყანაში ცხოვრობთ. მადლი პირდაპირ მოდის მიწიდან რა. და სამის აზრით რომ ნახა ნუ გაუცდა ადამიანი და სუტიროდა ეს არის ესეთი არაფერი მინახავს. ეს არის რაღაც ღვთის საოცრება სასაულიო და თქვენო ქართველებიო ვერ ხდებით რა მიწაზე ცხოვრობთ. ამდენი მოწამეები როა საქართველოში დაკვირვიო ქრისტიანობისთვისო სულ მადლი მოდის მიწიდან სულ ტიროდა სულ აი რაც მე ეხლა ჩემთან ერთად ვიყავით სულ ტიროდა აი ესეთ ქვეყანაში და საქართველოს უნდა დავაფასო